იდეალურად დაცული არაოპტიმალური დიეტა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ოპტიმალური დიეტა, რომელსაც საერთოდ ვერ მიხვები. ნებისმიერი დიეტის წარმატებულობას პირველ რიგში ის განაგებს, თუ რამდენად შესაძლებელია მისი შესრულება კონკრეტული ადამიანისთვის. ეს რა თქმა უნდა ლოგიკურიცაა, ყველანაირი გეგმას აზრი დაეკარგება, თუ მის შესრულებას ვერ შეძლებ. ხშირად გქონიათ ხოლმე, რომ დიეტის დაცვა მხოლოდ დისციპლინის და მოტივაციის საკითხია, რაც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ მხოლოდ დისციპლინა საკმარისი არ იქნება, თუ შენი დიეტა ზედმეტად რთულადაა შედგენილი. ამიტომ ამ ვიდეოში განვიხილავთ, თუ რა ცვლილებების და კომპრომისების გაკეთება შეგვიძლია ჩვენი დიეტების გასამარტივებლად. პირველი ცვლილება საკვების გადანაწილებას ეხება. ოპტიმალური საკვების გადანაწილების სტრატეგიები უკვე ვისწავლეთ და ისიც ვიცით, რომ საკვების გადანაწილებას დიდად არ აქვს გავლენა არც ჯანმრთელობაზე და არც სხეულის ფორმაზე. ამიტომ ლოგიკურია, რომ პირველი ცვლილებები ამ საკითხში იქნება. ამის ყველაზე მარტივი მაგალითია საკვების დღის ერთი მონაკვეთიდან მოცილება და იმ მონაკვეთში გადატანა, როცა ყველაზე მეტად გშია. მაგალითად ვთქვათ, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებსაც დილით უბრალოდ არ შივდებათ და შიმშილი მხოლოდ საღამოს აწუხებთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ დღიური რაციონის მთელ დღეზე გადანაწილება უფრო კარგი ვარიანტი იქნებოდა. მაგრამ თუ ასეთი ადამიანი ხარ, საუზმის გამოტოვება და ამ საკვების საღამოს გადატანა ძალიან გაგიმარტივებდა საქმეს. ასე დილით ძალითაც აღარ შეჭამდი და საღამოსაც საჭმლის ნაკლებობა აღარ შეგაწუხებდა. კიდევ ერთი მაგალითია ადამიანი, რომელსაც უბრალოდ მოსწონს ინტერვალური კვების სტრუქტურა და მისი უარყოფითი ეფექტების მიუხედავად, მაინც ასე უნდა გაგრძელება. ამ შემთხვევაში პირველი ცვლილება, რასაც მოვახდენდით, არის შიმშილის პერიოდებში პროტეინის შეიკების ჩამატება, იმისთვის, რომ კუნთის დაკარგვის რისკი მაქსიმალურად შევამციროთ. რა თქმა უნდა, ეს კლასიკური ინტერვალური კვება აღარ იქნებოდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რომელიმე შაბლონური დიეტის ზუსტად გაკეთება აუცილებელი არ არის. შეგვიძლია ავიღოთ ისეთი სტრატეგია, როგორიცაა ინტერვალური კვება და შემდეგ შევცვალოთ ის ჩვენი სურვილების და მიზნების მიხედვით. იმიტომ რომ როცა კალორიების და მაკრონუტრიენტების რაოდენობა თანაბარია, მთელი დღის განმავლობაში შეჭამ ამ საჭმელს თუ რომელიმე დროის მონაკვეთში დიდად მნიშვნელობა აღარ აქვს. შემდეგი ნაწილი შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს, მაგრამ დიეტის გასამარტივებელ სტრატეგიად ხანდახან შეგიძლია არაჯანსაღი საკვების მიღებაც გამოიყენო. რა თქმა უნდა, საკვების შემადგენლობას ძალიან დიდი გავლენა აქვს შენს სხეულის ფორმაზე, ჯანმრთელობაზე და სპორტულ შედეგზე. მაგრამ დროებით დიეტის გასამარტივებლად თუ ნაკლებად ჯანსაღ საკვებს მიღებ, ეს დიდად არ გავნებს. მაგალითი რომ ვთქვათ, წარმოიდგინე, რომ შენი მიზანი კუნთის მომატებაა და კალორიებით შესაბამისად გაზარდე. დასაწყისში შეიძლება მთელი კალორიების მიღება მხოლოდ ჯანსაღი საკვებიდან არ გაგიჭირდეს. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, როცა წონის მომატება გართულდება და კალორიების გაზრდა კიდევ ერთხელ მოგიწევს, მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღება შეიძლება ზედმეტად რთული იყოს. ამ დროს დამატებითი კალორიების მისაღებად შეგიძლია შაქრიანი წვენები, ხლოპები და გამომცხვარი ტკბილებულიც კი გამოიყენო, იმიტომ რომ ასეთი საკვები დაბალ მოცულობაშიც კი ძალიან მაღალკალორიულია. ამასთან ერთად გემრიელია და დიდად არც დაგანაკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით სხვა საჭმლის ჭამაში ხელს არ შეგიშლის. უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ასეთი საკვების მიღება მაშინ ჯობია, როცა ორგანიზმს მისი გამოყენება უფრო ეფექტურად შეუძლია. ანუ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. დანარჩენი თუ ყოველთვის ასე არ ჭამ და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჯანსაღ საკვებს დაუბრუნდები, ჯანმრთელობაც არ გაგიუარესდება და მიზანსაც უფრო მარტივად მიაღწევ. ახლა მოდი იმ ადამიანებსაც შევეხოთ, ვისაც არეული გრაფიკი აქვთ ან ხანგრძლივ ცვლებში მუშაობენ, ისე რომ ჭამისთვის დიდად დრო არ რჩებათ. მაგალითისთვის ავიღოთ ექთანი, რომელსაც 12 საათიანი ცვლები აქვს და მუშაობისას შეიძლება იმდენი საქმე ჰქონდეს, რომ იდეალურად დაბალანსებული კვება კი არა, შეიძლება ერთხელაც ვერ მოახერხოს ნორმალურად ჭამა. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ოპტიმალური შედეგების მიღწევა გამორიცხულია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თავი უნდა დაანებო და დანებდე. ასეთი ადამიანებისთვისაც არსებობს პატარა ხრიკები, რომლებიც საკმაოდ კარგ შედეგამდე მაინც მიგიყვანს. პირველ რიგში, როცა სამუშაო საათები ზედმეტად გადატვირთული გაქვს, იმაზე უნდა იზრუნო, რომ წასახემსებელი ყოველთვის მზად გქონდეს სამსახურში წასაღებად. ისეთი რამე უნდა ერჩიო, რასაც მომზადება არ სჭირდება და ამავდროულად ნორმალური რაოდენობის ცილასაც შეიცავს. ასეთი საჭმელია პროტეინის პუდინგი, ხაჭო, პროტეინის ბატონები და პროტეინის შეიკი. ამავდროულად თხილეულის მიქსები დაგეხმარება ჯანსაღი ცხიმების და კალორიების შევსებაში. სამსახურის გარეთ კი ეცადე შედარებით მეტი საჭმელი ჭამო, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეულით და მთლიანი პროდუქტებით, იმისთვის რომ მუშაობისას საკმარისი ენერგია და ნუტრიენტები მომარაგებული გქონდეს. რა თქმა უნდა, 12 საათიანი ცვლის განმავლობაში მხოლოდ წასახემსებელზე ყოფნა კარგი არ არის. მაგრამ თუ ასეთი პროფესია გაქვს და ჭამას უბრალოდ ვერ ასწრებ, საერთოდ დანებებას რაღაცის სწორად გაკეთება მაინც ჯობია. სამსახურის გარეთ კი ჩვეულებრივ ცხოვრებას რაც შეეხება, აქაც ხშირია ისეთი სიტუაციები, როცა დიეტის ზუსტად დაცვა შედარებით რთულია. სიტუაციებში უგულისხმობ მეგობრებთან ერთად გარეთ ჭამას და განსაკუთრებულ დღესასწაულებს.
რა თქმა უნდა, წონის კლებას როცა იწყებ, თავისთავად იგულისხმება, რომ რესტორნები და გარეთ ჭამა მინიმუმამდე უნდა დაიყვანო ან საერთოდ უნდა აგრძელო. მაგრამ თუ წონის კლებას ჩანსაღად უდგები, დიდი ალბათობით ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამის გამოტოვება მოგიწევს. სიმკაცრე რაღაც დონემდე კარგია, მაგრამ წონის კლების გამო მეგობრებთან ერთად თუ ვეღარ გახვალ და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს დიეტაზე ფიქრში გაატარებ, ძალიან დაისტრესები და შემდეგ ეს სტრესი დიეტის დაცვაში შეგიშლის ხელს. ანუ გარეთ ჭამის საერთო დაკრძალვა არ არის კარგი იდეა. კაფეში შეგიძლია გახვიდე მეგობრებთან ერთად და დავადების დღეებსაც შეგიძლია დაესწრო, უბრალოდ გეგმა უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მთელი პროგრესი წყალში არ ჩაგეყაროს. ეს გეგმა კი ასე გამოიყურება. გარეთ ჭამის უფლება თავს მიეცი მხოლოდ კვირაში ერთხელ. კვირაში ერთი კვებით იმდენს ვერ გააფუჭებ, რომ საბოლოო შედეგში რამე განსხვავება შეამჩნიო. ამ ერთ კვებაზე 1000 კალორიაც რომ მიიღო, კვირის განმავლობაში ეს დღეში მხოლოდ 140 კალორიით ზედმეტი გამოდის, რაც არც ისე ბევრია. რესტორნის კვება იმ დღის 2 კვებად ჩათვალე. 4 კვებიდან ერთს თუ გამოტოვებ, საღამოს ვახშმისთვის შედარებით მეტი კალორიები გექნება იმისთვის, რომ რაც გინდა ისჭამო. შევკვეთე სალათა ნაკლებად ცხიმიან ცილასთან ერთად, соуსის გარეშე ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად. ჭამამდე ერთი ჭიქა წყალი დალიე, ჭამე ნელა და მხოლოდ ნახევარი ულუფა დაამთავრე. განსაკუთრებულად მოტივირებულ სპორტსმენებს კი შეუძლიათ თავიანთი საჭმელი წაიღონ კონტეინერებით და მხოლოდ ის შეჭამონ. ეს რჩევები დაგეხმარება ზედმეტი კალორიების თავიდან არიდებაში და თუ განსაკუთრებით გინდა თავის დაზღვევა, მაშინ შეგიძლია რამოდენიმე ერთად გაითვალისწინო. ისეთ შემთხვევებში კი, როცა მართლა მნიშვნელოვანი მომენტი გაქვს ცხოვრებაში, მაგალითად ახლო მეგობრის ქორწილი, სადაც თან მეჯვარე ხარ, შეგიძლია დიეტა უბრალოდ დაივიწყო. ასეთი დღეები აღარასდროს განმეორდება და გართობა რამდენიმე დღის პროგრესის დაკარგვად ნამდვილად ღირს. კიდევ ერთი პერიოდი, როცა მკაცრი დიეტები არაა კარგი იდეა, შვებულებებია. შვებულება იმისთვისაა, რომ დაისვენო და შეზღუდულ დიეტაზე დასვენება საკმაოდ რთულია. წონის მამატების დიეტაზეც რომ იყო ზედმეტი კალორიების მიღებაზე ფიქრიც საკმაოდ სტრესულია, მაშინ როცა მთავარი მიზანი სტრესის დაკლებაა. ამიტომ პროფესიონალი ბოდიბილდერი თუ არ ხარ და შეჯიბრისთვის არ ემზადები, შვებულებაზე ჯობია დიეტისგანაც დაისვენო, იმიტომ რომ შვებულებაზე დიეტასაც აფუჭებს და შვებულებასაც. მაგრამ თუ მოგზაურობა ხშირად გიწევს, ამ შემთხვევაში რამდენიმე ხერხი არსებობს იმისთვის, რომ მოგზაურობის სტრესმა და არეულობამ კვება ძალიან არაგერიოს. პირველი, შეგიძლია დღიური კვებების რაოდენობა შეამცირო. ნაკლები კვებების რაოდენობა იმას ნიშნავს, რომ დღიური კალორიების გადასანაწილებლად უფრო დიდი ულუფების მიღება მოგიწევს უფრო იშვიათად. მოგზაურობისას დღეში 3 ჯერ დიდი ულუფების მიღება უფრო კომფორტულია, ვიდრე 5 ჯერ პატარების. მეორე, წინასწარმოძებნე სურსათის მაღაზიების და სავარჯიშო დარბაზების ლოკაციები იმ ადგილთან ახლოს, სადაც დარჩენას აპირებ. მესამე, ისეთი აპარტამენტი ან სასტუმრო ერთია დასარჩენად, სადაც პატარა სამზარეულო მაინც არის. ასე საჭმლის გაკეთებას შენი შეძლებ და ყოველთვის გარეთ ჭამა არ მოგიწევს. და მეოთხე, მოიმარაგე მარტივად მისაღები ცილები, როგორიცაა გამომშრალი ხორცი, პროტეინის ბატონები და პროტეინის ფხვნილი, ისეთი მომენტებისთვის, როცა საჭმლის მიღებას უბრალოდ ვერ ასწრებ. რომ შევაჯამოთ, ამ ყველაფერზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ ადამიანებს ხანდახან გვავიწყდება, რომ ადამიანები ვართ და იდეალური ცხოვრება არ გვაქვს. რეალობა ასეთია, რომ ხელს ხან სამსახური შეგიშლის, ხან მოგზაურობა და ხან საკუთარი სურვილებიც კი. ამიტომ შენი კვების გეგმის შექმნისას, შენი მიზნები, სურვილები, სისუსტეები, სამუშაო გრაფიკი, მოგზაურობა, მეგობრებთან გასვლები და მოკლედ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, იმისთვის რომ ყველაფრისთვის წინასწარ იყო მზად. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.